მოგესალმებით. გამარჯობა ყველა ჩვენს მსმენელს და მაყურებლებს. მივესალმები ყველას, ვინც გვისმენს და სიტყვითან საქმით გამოიჩენს ინტერესს და მიიღებს მონაწილეობას ისტორიულად ორ მოძმე ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის შერიგების, ურთიერთმდობისა და ინტეგრაციის საკითხების აღდგენაში. აქვე მინდა გაგაცნოთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია სახალხო დიპლომატიური პლატფორმა სოხუმის მიზნები და ამოცანები. სახალხო დიპლომატიური პლატფორმა სოხუმის მიზანია ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის შერიგების, ნდობის, მეგობრობისა და მრავალსაუკუნოვანი მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენის პროცესებისადმი ხელის შეწყობა, რომელთა გარეშე შეუძლებელია ჩვენი მოძმე ხალხების შემდგომი დაახლოება და ეკონომიკური განვითარება. პლატფორმის ამოცანაა აფხაზეთში ცივილური, დემოკრატიული და ინტერნაციონალური ურთიერთობების დამყარებისთვის ორმხრივი მხარდაჭერა, რაც გულისხმობს იქ მცხოვრები ყველა ეროვნების მშვიდობიან თანაარსებობას, ყოველი ოჯახის ეკონომიკურ წინსვლასა და ცხოვრების დონის ამაღლებას ყველა სფეროში. ერთობლივი თავდაცვა, ჯანდაცვა, განათლება, აგრარული კულტურა, სპორტი და სხვა, რომელთა მიღწევა აფხაზეთისათვის შესაძლებელია ყველაზე მოკლე ლოგისტიკური გზით. საქართველოსა და აფხაზეთის ერთობლივი ინტეგრაცია მსოფლიო თანამეგობრობის მაკროეკონომიკურ პროცესებში თვითყოფადი კულტურით, ტრადიციული ღირებულებებითა და რელიგიური ტოლერანტობით. დასახული გეგმების რეალიზაცია შეუძლებელია ქართული, აფხაზური და რუსული მხარეების ურთიერთ შეთანხმებული და კოორდინირებული პოლიტიკის გარეშე, რაც სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს თანამედროვე გეოპოლიტიკური პროცესების პირობებში. უახლოეს მომავალში სახალხო დიპლომატიური პლატფორმა იწყებს ტელეგადაცემების ციკლს მრგვალი მაგიდის ფორმატში, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოთ აღნიშნული სფეროებში აფხაზეთის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებასა და განვითარებას. სახალხო დიპლომატიური პლატფორმა სოხუმი იწვევს დიპლომატიის ფორმატში აქტიურ და პროგრესულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ ფიზიკურ პირებს ქართული, აფხაზური და რუსული საზოგადოებრიობის მხრიდან დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, რათა სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს მიეცეთ შესაძლებლობა ჩვენს ერებს შორის შერიგებისა და ინტეგრაციის პროცესების დასაჩქარებლად. ასევე მინდა გაგაცნოთ ჩვენი პირველი გადაცემის ფორმატი, რომელშიაც წარმოდგენილია სამი თემა. პირველი მათგანი თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური სიტუაციის მოკლე მიმოხილვა. მეორე ქართულ-აფხაზური რეგიონალური კონფლიქტის მოკლე მიმოხილვა და რუსეთის როლი აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირების საქმეში. და მესამე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზები. აქედან გამომდინარე, პირველი მოხსენების ირგვლივ ისაუბრებს ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, SDP სოხუმის ვიცე-პრეზიდენტი თეიმურაზ ფაჩული. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. როდესაც გეოპოლიტიკური სიტუაციის ანალიზს ვახდენთ, მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ 4 მომენტზე. ეს რა თქმა უნდა პირობითია, რომელთაგან აღსანიშნავია პირველი მონოპოლარული სამყაროს დასასრული, მეორე დასავლეთის აქსიოლოგიური კრიზისი, მესამე ბრიქსის ფორმირება და მეოთხე ტრამპის ფაქტორი. დავიწყოთ პირველით. პირველი რაც თვალშისაცემია თანამედროვე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, ისაა რომ დასასრულს უახლოვდება ამერიკის შეერთებული შტატების აბსოლუტური და უპირობო ჰეგემონია მსოფლიო გეოპოლიტიკურ სივრცეში, რასაც ახასიათებს როგორც პოზიტიური შედეგები, ასევე თამდევი ნეგატიური მოვლენებიც.
ეს ერა დაიწყო მე-20 საუკუნის ბოლოს საბჭოთა კავშირის და სოციალისტური ბანაკის დემონტაჟის შედეგად. რამაც ამერიკა გახადა მსოფლიოს უკონკურენტო მმართველი და ფაქტიურად მსოფლიო ბედის გამგარგველი, რომელმაც დაამყარა სრულიად ახალი მსოფლიო წესრიგი და თამაში საკუთარი წესები დაუწესა ევროპის, აზიის, ამერიკისა და აფრიკის ხალხებს, რომლებსაც ახორციელებდა სამხედრო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით, რამაც არნახულ მასშტაბებს მიაღწია. ამერიკის სიძლიერე და უკონკურენტობა გახდა მისივე დაქვეითებისა და დასუსტების მიზეზი. იგრძნორა თავი მსოფლიოს ეგემონად, ამერიკამ დაიწყო მსოფლიო ხალხების უმოწყალო და განუკითხავი ექსპლუატაცია და წავიდა ისეთ ნაბიჯებზე, რასაც იგი ვერ გაბედავდა საბჭოთა კავშირის არსებობის პირობებში. ამერიკამ დაამკვიდრა იმპერიალიზმისა და ნეოკოლონიალიზმის ისეთი მოდელი, რომელიც ემყარება დოლარის ბატონობასა და საფინანსო ბირჟებს, რომლებიც მიმართულნი არიან მსოფლიო მოსახლეობის ძარცვისა და ექსპლუატაციისკენ, რის გამოც მსოფლიოს ხალხები აღმოჩნდნენ გაუგონარ მონობასა და კაბალაში. მსოფლიოზე გაბატონდნენ ტრანსნაციონალური კორპორაციები, რომლებიც გამოხატავენ ერთი მუჭა კაპიტალისტების, უმდიდრესი ოლიგარქების ინტერესებს, რომელთა უკან დგას ტრილიონობით კაპიტალი. ოლიგარქთა ეს ჯგუფი მსოფლიოს თავაზობს საკუთარ კანონებს, საკუთარ ღირებულებებს, საკუთარ დღის წესრიგს, რამაც გამოიწვია ის, რომ ამ ვიწრო ჯგუფმა შთანთქა და საკუთარ ინტერესებს დაუმორჩილა ისეთი უძლიერესი სახელმწიფო მანქანა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ფაქტიურად გამოხატავს არა საერთო ეროვნულ, არამედ ოლიგარქიულ ინტერესებს, რისი გამოხატულება ეგრეთ წოდებული deep state-ი, რაც სხვა არაფერია თუ არა სახელმწიფოში, რომელიც მილიარდერთა ინტერესებს ემსახურება. deep state-მა მოიწადინა ახალი აქსიოლოგიის დამკვიდრება, რომელიც ანტაგონისტურადაა განწყობილი ძველი კლასიკური აქსიოლოგიისადმი და მის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს. მისი განსახიერებაა ნეოლიბერალური იდეოლოგია და LGBT პროპაგანდა, რომლებიც ანტიქრისტიანულ სოდომისტურ ცხოვრების წესს ამკვიდრებენ. საბოლოო ჯამში ესაა მიზანმიმართული ანტიჰუმანური მსოფლმხედველობა, რომლის მიზანია ახალი ტიპის ადამიანის ჩამოყალიბება და სამყაროს სრული დეჰუმანიზაცია. მსგავსმა პარადიგმა მსოფლიო შეიყვანა ეგზისტენციალურ კრიზისში, რომლიდანაც გამოსავალი მხოლოდ იმაშია, რომ სამყაროს ძალსაღმა პოზიტიურმა ძალებმა მოახდინონ კონსოლიდაცია და განახორციელონ ამ მავნე იდეოლოგიისა და ფსევდო ღირებულებების გადაფასება და დემონტაჟი. საბედნიეროდ ეს მოძრაობა უკვე დაწყებულია და მისი სახელია ბრიქსი, რომელიც აერთიანებს ისეთი ტრადიციული აქსიოლოგიის მატარებელ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი, რუსეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და სხვები. საბედნიეროდ მათ ხელში არა მარტო უზარმაზარი დემოგრაფიული, არამედ ეკონომიკური, სამხედრო, ენერგეტიკული და ასე შემდეგ რესურსები, რაც მსოფლიო ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს ხედრით წილს წარმოადგენს. ყველაზე ზოგადი განმარტებით, ბრიქსი არის არასთქმა ამერიკულ დიქტატზე, ნეოლიბერალურ იდეოლოგიაზე, დასალურ ფსევდოაქსიოლოგიაზე, რომლებად ჩიხში შეიყვანეს კაცობრიობა. ესაა ტრადიციული აქსიოლოგიისა და კლასიკური კულტუროლოგიის რევანში, LGBT პროპაგანდასა და ნეოლიბერალურ ანტიჰუმანიზმზე, რომლის უკანაც დგანან ამერიკის რეაქციული ძალები. მსოფლიოს ხალხები იმედის თვალით შეყურებენ ბრიქსში გაერთიანებულ ქვეყნებს, რომელთა მთავარი სათქმელი შესანიშნავად გამოხატა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა, როდესაც წამოაყენა ერთი სარტყელი, ერთი გზა, პრინციპი, რაც გულისხმობს მრავალპოლარულ, მულტიკულტურულ და პოლიეთნიკურ მსოფლიოს, რომელშიაც ყველა კულტურას, რასას, ეთნოს ექნება პროგრესისა და განვითარების თანაბარი უფლებები და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები და პირობები ძალდატანებითი ასიმილაციისა და ვესტერნიზაციის გარეშე, რასაც ქადაგებს და ახორციელებს ყბადაღებული ნეოლიბერალიზმი. ქართველი ხალხიც იმედის თვალით შეყურებს ამ ძალებს, რადგან ჩვენს გენეტიკურ მეხსიერებასა და ისტორიაში
დომინანტურია ისეთი ჭეშმარიტი ღირებულებები, როგორიცაა ღმერთი, მამული, ოჯახი, სიყვარული. მეოთხე მომენტი, რომელმაც ბოლო პერიოდში მაქსიმალურად გადატვირთა მსოფლიო საინფორმაციო და პოლიტიკური ველი, ესაა ტრამპის ფაქტორი, რომელზედაც არა და არ წყდება ასთა ურთიერთგაცვლა და კამათი. არადა ტრამპი შინაგანად წინააღმდეგობრივი, ერთგვარად გაორებული ფიგურაა, რომელიც ერთის მხრივ გამოხატავს ტრადიციული, კლასიკური აქსიოლოგიისა და ეთიკის ღირებულებებს, ხოლო მეორეს მხრივ ემსახურება ამერიკული იმპერიალიზმის ინტერესებს, რასაც ეჭვის თვალით შეყურებს განვითარებადი და არა მარტო მესამე მსოფლიო ერთის მხრივ როგორც ქრისტიანული ღირებულებების აპოლოგეტი, იგი ჩვენი მოკავშირეა, ხოლო მეორე მხრივ როგორც ამერიკული ჰეგემონიის ადეპტი, იგი ჩვენი მოწინააღმდეგების ბანაკშია. საქართველოს მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს მისი მოკავშირეობის მომენტი საკუთარი სუვერენიტეტისა და იდენტობის განსამტკიცებლად, რადგან მსგავსი შემთხვევა სამომავლოდ შესაძლოა იშვიათად მოგვეცეს. ახლა კი მინდა სიტყვა გადავცე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, SDP სოხუმის პრეზიდენტს, ბატონ ბესარიონ ხვინთელიანს, რომელიც ისაუბრებს მესამე თემაზე, ისაუბრებს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის წარმომშობი მიზეზები და რუსეთის როლი მათი დარეგულირების საქმეში. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია ისტორიულად წარმოადგენდა მსოფლიო მასშტაბის იმპერიების ინტერესის საგანს, რომლებიც პერმანენტულად ცდილობდნენ შავი ზღვის ამ მარგალიტის ხელში ჩაგდებასა და საქართველოსთან მის ჩამოცილებას. ჯერ კიდევ ძველმა ბერძნებმა დაიწყეს შავი ზღვისპირეთის აქტიური კოლონიზაცია და ძველი წელთაღრიცხვის მე-7-მე-6 საუკუნეებში დააარსეს სავაჭრო ფაქტორიები ძველ კოლხეთში, რომელთაგან აღსანიშნავია პიტიუნტი, სებასტოპოლისი, დიოსკურია, ფაზისი და აფსაროსი, რომელთა გარკვეული ნაწილი თანამედროვე აფხაზეთის ზღვისპირეთში მდებარეობდა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა იონიის უმთავრესი და უმდიდრესი პოლისი მილეტი, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროებზე 75-ზე მეტი კოლონია გააჩნდა, რომელთაგან ზოგს ემპორიონის, ზოგს კლერუხიის, ზოგსაც აპოიკიის ფორმა ჰქონდა. რომის იმპერიამ აფხაზეთი, რომელიც იმ დროს კოლხეთის განუყოფელი ნაწილი იყო, კიდევ უფრო მიისაკუთრა და რკინის მარწუხებში მოაქცია, რაც მემკვიდრეობით გააგრძელა ბიზანტიის იმპერიამ, რომელიც მთელი ეგრისის დამორჩილებას ლამობდა, რომელსაც უდიდესი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა სპარსეთის იმპერიასთან წარმოებულ ომებში, რაც იმდროინდელ მსოფლიოზე ბატონობას ისახავდა მიზნად. ამ დაპირისპირებას შეეწირა ლაზთა სამეფო, რომელიც ძველი კოლხეთის მემკვიდრე იყო და მე-6-მე-7 საუკუნეებში ისე დასუსტდა, რომ ძველი დიდებიდან თითქმის არაფერი შემორჩა. ლაზთა სამეფოს ნანგრევებზე აღმოცენდა აფხაზეთის სამეფო, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს გაერთიანების საქმეში, რომელიც 978 წელს დააგვირგვინა ბაგრატ მესამემ, რომლის დედა გურანდუხტი აფხაზთა უსინათლო მეფის თეოდოსი მესამის და იყო. აფხაზეთის ეს განსაკუთრებული როლი შესანიშნავად აისახა ქართველ მეფეთა ტიტულატურაში, რომელშიაც ქართველი სიუზერენი მოიხსენიებოდა როგორც მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შარვანშა, შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის თვითმფლობელობით მპყრობელი. მე-15 საუკუნეში საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ აფხაზეთის სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შევიდა, საიდანაც მე-16-მე-17 საუკუნეებში ჩრდილო კავკასიური ტომების კერძოდ ადიღეურ აფსური ეთნოსის ინვაზიის შედეგად აფხაზეთის
გარკვეული ნაწილი გამოეყო სამეგრელოს სამთავროს და ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. რაც სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებამდე გაგრძელდა და რამაც გააძლიერა ისლამური ელემენტის გავლენა აფხაზთა შორის. რუსეთის შემოსვლამ ამიერკავკასიაში ვითარება რადიკალურად შეცვალა. იმ მხრივ, რომ რუსები ეჭვის თვალით უყურებდნენ აფსუებს, როგორც პროოსმალურ ძალას, რამაც მათი დიდი ნაწილის აფხაზეთიდან დეპორტაცია განაპირობა მუჰაჯირობის სახით. უფრო მეტიც, აფხაზებს აკრძალული ჰქონდათ სოხუმთან 20 კილომეტრის მანძილზე დასახლება, რაც მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე მოქმედებდა. ქართველი ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადგენლების მოთხოვნითა და შუამდგომლობებით ეს აკრძალვა მოხსნილი იქნა მხოლოდ 1907 წელს, რაშიც განსაკუთრებულად დიდია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ნიკო ნიკოლაძის და სხვა ქართველი მამულიშვილების დამსახურება. საბჭოთა პერიოდში, როცა აფხაზეთი შედიოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, მოხდა აფხაზური კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების და სხვა მიმართულებებით განვითარება და არნახული აყვავება, რომლის მსგავსი არ ახსოვს აფხაზეთის ისტორიას. აფხაზეთში გაიხსნა უმაღლესი სასწავლებლები, აფხაზეთის უნივერსიტეტისა და სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სახით, რომელიც ერთადერთ უმაღლეს სასწავლებელს წარმოადგენდა მსგავსი პროფილით მთელ საბჭოთა კავშირში. აფხაზმა მეცნიერმა, მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ დიმიტრი გულიამ ქართველ ენათმეცნიერებთან აკაკი შანიძესა და არნოლდ ჩიქობავასთან თანამშრომლობით შექმნა აფხაზური ენის ანბანი, რომლის საფუძველს წარმოადგენდა ქართული დამწერლობა, რომელიც სრულყოფილად წარმოაჩენდა აფხაზური ენის ფონეტიკურ ქსოვილს, რომლის უმრავლესობას თანხმოვანები წარმოადგენდნენ. სტალინისა და ბერიას გარდაცვალების შემდეგ ნიკიტა ხრუშჩოვის კატეგორიული მოთხოვნის საფუძველზე დიმიტრი გულიამ ხელახლა შექმნა აფხაზური ენის ანბანი, ოღონდ ამჯერად სლავური კირილიცას საფუძველზე, რაც დღემდე გამოიყენება. ამავე პერიოდში დაარსდა აფხაზური თეატრი, აფხაზეთის ტელევიზია, აფხაზური ჟურნალ-გაზეთები, რამაც მძლავრი იმპულსი მისცა ინტელექტუალური და კულტურული დონის ამაღლებას აფხაზეთში. სამწუხაროდ, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა საბჭოთა ისტაბლიშმენტის სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ, რომელიც ყოველნაირად უწყობდა ხელს აფხაზეთის გამოყოფას საქართველოდან. მის ცენტრალურ ფრაზას საქართველოს ხსენების დროს წარმოადგენდა ციტატა: თუ ქართველები ცუდად მოიქცევიან, მათ მიუქცევთ აფხაზებს. მსგავსი მავნებლური პოლიტიკის იდეოლოგიურ საფუძველს წარმოადგენდა საბჭოთა კავშირის ცეკას მდივნის მიხაილ სუსლოვის დირექტივა, სადაც ნათქვამი იყო: დღეს თუ არა ხვალ, ქართველები დაიწყებენ ბრძოლას კომუნიზმის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისათვის. ამისთვის ქართველებთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. სამეგრელოს და სვანეთს უნდა მივანიჭოთ ავტონომიური სტატუსი. მათ შორის ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ ადგილობრივ ეთნო-კონფლიქტური გრძნობები. უნდა დაუმტკიცოთ ყველას, რომ ქართველები ჩასახლებული არიან აფხაზეთში. ასევე დასავლეთ საქართველოს დავაპირისპიროთ აღმოსავლეთ საქართველოსთან და ამის შემდეგ მოვირგოთ შუამავლის როლი. დირექტივის სრული ტექსტი 1961 წელს დაეგზავნა საბჭოთა კავშირის ცენტრალურ და რეგიონალურ პარტიის რგოლებს, რათა მათ გაეძლიერებინათ ანტიქართული პოლიტიკა. ამის შედეგი კი იყო ის, რომ აფხაზეთში ხელმძღვანელ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ მხოლოდ აფხაზი ეროვნების წარმომადგენლები. მიზანმიმართულად იჩაგრებოდნენ ქართული კადრები.
ღვივდებოდა ანტიქართული განწყობა, რასაც მძლავრი გასაქანი მიეცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. როცა ქართველთ მოძულეობამ აფხაზთა შორის პიკს მიაღწია. განსაკუთრებით დამღუპველი გამოდგა ედვარდ შევარდნაძისა და მისი გუნდის რენეგატული საქმიანობა, რამაც საქართველოს ჯერ სამოქალაქო ომამდე მიიყვანა, ხოლო შემდეგ მოხდა აფხაზეთის გამოყოფა საქართველოს შემადგენლობიდან. შეცდომები ორივე მხრიდან იყო დაშვებული, რომელთა აღიარება, რა თქმა უნდა, საშური საქმეა. რადგან წარსულში დაშვებული შეცდომების აღიარებისა და გამოსწორების გარეშე შეუძლებელია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგება, რაც შესაძლებელს გახდის ურთიერთ ინტეგრაციას და დაამკვიდრებს რეგიონში მშვიდობიან ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას. თუ გავიხსენებთ რუსეთის იმპერიის პერიოდს, რუსეთი ყოველთვის თვლიდა საქართველოს მისი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე თავის დასაყრდენ წერტილად და ძალად, როგორც ერთ მორწმუნე და ისტორიულად განათლებული და პოლიტიკაში გამოცდილ ერს და ამის შესაბამისად ტიფლისში განლაგებული ჰქონდა ამიერკავკასიის მთავარმმართველობის რეზიდენცია და ამიერკავკასიის ოლქის სამხედრო შტაბი. ამიტომაც რუსებმა საქართველოს უწოდეს კავკასიის გული, სერდცე კავკაზა. უდავოა, რომ დღევანდელ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა მოცემული კონფლიქტის დარეგულირებაში ენიჭება რუსულ მხარეს, რომელიც წარმოადგენს ამ საქმის ერთადერთ რეალურ ძალას, რომელსაც უდიდესი გეოპოლიტიკური როლი მიუძღვის მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაფუძნებაში. ასევე გადაუგდებელ ამოცანას წარმოადგენს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა შემდგომი ნორმალიზაცია, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, სახალხო დიპლომატიის გამოცოცხლება და ორ მოძმე ხალხებს შორის ისტორიული, კულტურული და ეკონომიკური და სხვა ხიდების აღდგენა, რითაც ახლო წარსულში ასე ამაყობდნენ და არნახულ შედეგებს აღწევდნენ ჩვენი ხალხები. რუსეთთან ურთიერთობების გამოსწორებისა და გაჯანსაღების გარეშე შეუძლებელია ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ეთნოკონფლიქტების მოწესრიგება, რომელთა გასაღები მხოლოდ რუსეთშია და რაც უფრო მალე გააცნობიერებს ამ რეალობას როგორც ქართული, ისე სხვა მხარეები, მით უფრო დაჩქარდება კონფლიქტების გადაწყვეტის ვადები სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ამ რეალობებიდან გამომდინარე, სახალხო დიპლომატიური პლატფორმა სოხუმის მიზანია სახალხო დიპლომატიის მეშვეობით ხელი შეუწყოს ქართული, აფხაზური და ოსური მხარეების ინტეგრაციის პროცესების დაჩქარებას საქართველოში რუსეთის მონაწილეობითა და შუამდგომლობით, რომელშიაც გათვალისწინებული იქნება ყველა მონაწილე მხარის სასიცოცხლო მოთხოვნები. აღნიშნული მიდგომა პოზიტიურად აისახება თანამედროვე მსოფლიო გეოპოლიტიკურ რეალობაში, სადაც დაკმაყოფილებული იქნება საქართველოს, აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესები. გმადლობთ. შემდეგი მოხსენების ირგვლივ ვისაუბრებს აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე გენერალი დავით გულუა. გთხოვთ ბატონო. ჩემთვის ბევრჯერ უკითხავთ, ჯერა თუ არა თქვენ აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება. ამ შეკითხვაზე მე მუდმივად მქონდა ერთი და იგივე პასუხი, აუცილებლად. ცხადია მკითხავთ, რა გაძლევთ თქვენ ასე კატეგორიულად ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემის რწმენას. ამ შეკითხვაზე მომიწევს ცოტა უფრო დაზუსტებული პასუხის გაცემა. საქმე იმაშია, რომ ომი აფხაზეთში არ იყო ეთნოკონფლიქტი.
არამედ ეს იყო საქართველოს გარეთ შემოშევებული გეგმა, პროგრამა, რომლის მომზადება და რეალიზაცია ხდებოდა წლების განმავლობაში. ამაზე თვალნათელ მეტყველებს ის უამრავი ფაქტობრივი მასალები, რომლებიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა არსებულ სანდო და სხვა ოპერატიულ ფაქტორთა მასალებზე წვდომითა და ანალიზით. საქმეში ჩართულები იყვნენ როგორც ჩვენი, ისე არაერთი სახელმწიფოს სპეცსამსახურები, ინსტიტუტები თუ ცალკეული ადამიანები, ათეული წლების განმავლობაში. ალბათ საინტერესოა, ამდენი წლების ნამუშევრის რეალიზაცია რატომ მოხდა 1992 წლის 14 აგვისტოს და არა ცოტა უფრო გვიან, ან უფრო ადრე. ჯერ ერთი 90-იანი წლები ეს იყო მსოფლიო და განსაკუთრებით სპორტსაბჭოთა სივრცის და ევროპის აქტიური გეოპოლიტიკური ცვლილებების პერიოდი. პერიოდი, როდესაც ადგილი ჰქონდა უძლიერესი სამხედრო პოლიტიკური ბლოკის, ვარშავის ხელშეკრულების ღვევას და ევროპის გეოპოლიტიკური ლანდშაფტის უსერიოზული ცვლილებას. იშლებოდა სოციალისტური ბლოკი და არ იყო გარკვეული თვით საბჭოთა კავშირის ბედიც. მაშინ საქართველოში 90-იან წლებში როგორც ეროვნული მოძრაობის, ისე მოსახლეობის უმეტესი ნაწილი დარწმუნებული იყვნენ, რომ საკმარისი იყო წავსულიყავით ეროვნული დამოუკიდებლობის გზით და დასავლეთის დემოკრატიული სახელმწიფოები ყველა საშუალებით, პოლიტიკურად, ეკონომიკურად და თქვენ წარმოიდგინეთ სამხედრო გზითაც კი დაგვიდგებოდნენ მხარში და დაგვეხმარებოდნენ როგორც დამოუკიდებლობის მოპოვებაში, ისე ქვეყნის შემდგომი სოციალურ-ეკონომიკურ აყვავებაში. ალბათ გახსოვს მაშინდელ მიტინგებზე გაჟღერებული მოწოდებები, ნატოს ჯარების მიმართ სასწრაფოდ შემოსულიყვნენ საქართველოში. ახლა ყოველივე ეს სასაცილო ჟღერს, მაგრამ მაშინ ხალხს ამგზავნილი სჯეროდა და ეიმედებოდა. დიახ, მაშინ ჩვენ კოლექტიურ დასავლეთს აღიქვამდით როგორც უდიდეს საყრდენს, რომელიც ღედა-ღამეს ბრუნავდა საქართველოს კეთილდღეობაზე. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენ ოცნებებს რეალურად აღვიქვამდით, რეალურად. თუმცა ძალიან სწრაფად აღმოჩნდა, რომ რეალობა ცოტა სხვანაირადაა და დასავლეთი თუ მიესალმებოდა სოციალისტური სისტემის კრახს, სამხედრო ხელშეკრულების ღვევას, ისინი სულაც არ იყვნენ მოხიბლული მსოფლიო ერთადერთი უდიდესი ატომური სახელმწიფოს, როგორც მინიმუმ 4 ატომურ სახელმწიფო დაშლით, რაც სერიოზულად არღვევდა მსოფლიო სამშვიდობო არქიტექტურას. ჩვენ გვაფრთხილებდნენ, რომ არ გვეცურა დინების საწინააღმდეგოდ, რასაც ისევ ეიფორიით პასუხობდით. არავინ ფიქრობდა იმაზე და არც არავის შეუწუხებია თავი იმის ახსნით, რომ როდესაც ჩვენ თავზე ხელაღებულად მივდიოდით დამოუკიდებლობისაკენ, თუ რა ფასი უნდა გადაეხადა საქართველოს, ქართველ ხალხს თავისუფლების სანაცვლოდ. არადა ბუნებაში და მით უმეტეს დღევანდელ მსოფლიოში არაფერი არ მოიპოვება უფასოდ. ყველაფერს ადევს თავისი ფასი. რამდენადაც პოლიტიკა და მით უმეტეს გეოპოლიტიკა სერიოზული ბიზნესია, რომლის მთავარი მიზანია მოგების მიღება, სხვის დაკრულზე ცეკვის, სხვისის აკეთებით ქვეყნისთვის დამღუპელი ნაბიჯების გადადგმის თვალსაჩინო მაგალითი იყო 1992 წლის 14 აგვისტო. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების დღე. დღეს ვინც როგორც არ უნდა იმართლოს თავი, ომის დაწყებაში თავისი წვლილი მიუძღვის საქართველოს, აფხაზეთისა და რუსეთის მთავრობებს. თითოეული ამ პროცესებისგან თავისთვის სასარგებლო შედეგებს მოელოდა. საბოლოოდ კი მივიღეთ რა? ამ ომში დაღმარცხდა საქართველო. დაკარგა აფხაზეთი. გაუბედურა როგორც ქართველი, ისე აფხაზი ხალხი. დამარცხდა აფხაზეთი, რომელმაც დაკარგა ათასობის შვილი და მიიღო რა? დანგრეული და გაპარტახებული ქალაქები და სოფლები, რომლებიც გადაიქცნენ 1000 ჯურის ყაჩაღების სათარეშოდ. სრული უპერსპექტივობა. დამარცხდა რუსეთიც. დიახ, მან მიიღო კონტროლი აფხაზეთზე, მაგრამ დაკარგა საქართველო, რომელიც იმის მაგივრად რომ ყოლოდა მოკავშირედ, თავისი ხელით უბიძგა დასავლეთისაკენ. თვითონ კი გავიდა ენგურზე და ჩაიკეტა გზა ამიერკავკასიისაკენ. სწორედ ამისთვის აწყობდა ომის ამგვარი შედეგი დასავლეთს. დიახ, დამარცხდა ყველა,
სხვანაირად არ შეიძლება ყოფილიყო, რადგან 94 წლის 14 აგვისტოს საქართველოს, აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლები მოქმედებდნენ არა საკუთარი ქვეყნის, არამედ უცხო ქვეყნების ინტერესების შესაბამისად. ყველა მხარემ გადაიხადა იმის ფასი, რაც უნდა გადაგვეხადა. აფხაზეთის ომის დამთავრებიდან 10 წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ჩვენს გარშემო და მსოფლიოში. ამ პერიოდმა თვალნათლივ დაგვანახა, თუ რა შედეგის მოტანა შეუძლია დიდი ქვეყნების წაქეზებით უზარმაზარ დაპირისპირებებში შესვლას. ჩვენს თვალწინ ნადგურდება ევროპის პოტენციალურად ყველაზე დიდარი სახელმწიფო უკრაინა. მილიონობით დაღუპული და დევნილობაში გადახვეწილი უკრაინელებით. გრევამ მსხვერპლი და უბედურება არც რუსეთს დაკლებია. სხვათა შორის ევროპაც იხდის თავისი ავანტურისტული ლიბერალური პოლიტიკის გადასახადს და ვინც ის კიდევ რამდენს მოიმკის. რატომ ჩავთე ჩემს გამოსვლაში უკრაინის ომის თემა? იმიტომ რომ ის პირდაპირ უკავშირდება ჩემს თავარ სათქმელს. 2022 წელს ჩვენმა კეთილის მსურველებმა ჩხილებში ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან მოინდომეს საქართველოს ქართველი ხალხის მისთვის დამღუპელ ავანტურაში ჩართვა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ 10 წლების განმავლობაში პირველად საქართველოს თავრობა მიმოქმედა არა უცხო ქვეყნების, არამედ საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი ხალხის ინტერესების სასარგებლოდ. ამას ჩვენი დიდი მეგობრები ნამდვილად არ მოელოდნენ, მაგრამ ადვილად დათმობას არც აპირებდნენ. ჩვენ ვნახეთ და დღემდე გრძელდება ის უპრეცედენტო შეწოლა, შანტაჟი და ხელების გადაგრეხვის პოლიტიკა, ოღონდ ეს სხვა გამოსვლის თემაა და ამას არ ჩაუღმარდები. სწორედ საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პრაგმატული პოლიტიკა იყო მთავარი мотиваცია იმისა, რომ ჩვენ აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის პროგრესულად მოაზროვნე საპატივცემულო პიროვნებებმა ჩამოვაყალიბეთ აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭო, რომელშიც გაერთიანდნენ როგორც ქართველები, ისე აფხაზები. ისინი, ვისაც ხელიწიფებოდა როგორც ენგურს გადაღმა, ისე ჩვენს თანამემამულეებთან, ისე რუსეთის პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებთან კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება. ერთიანი გვარები, ნათესაობა, სპორტსმენები, უხუცესები, ახალგაზრდები, ბიზნესისა და კულტურის სექტორის წარმომადგენლები, ექიმები, აი ეს უმთავრესი ჯგუფები, რომლებმაც უნდა აღადგინონ ურთიერთთანაცხოვრების საუკეთესო მაგალითები. უნდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ნიშნულოვანი და დამაიმედებელი ნაბიჯებია გადადგმული. თქვენ მკითხავთ, მე ესმის, რომ ენგურის ორივე მხარეს მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც მზად არიან შერიგებისთვის, მაგრამ ხომ არიან მოწინააღმდეგეებიც. ჩემო ძვირფასებო, ჩვენ არავინ არა ვართ იდეალისტები. გამოვლილი გვაქვს რაც თუ მცირე ცხოვრების გზა. ბევრი რამ ვიცით და ვითვალისწინებთ იმასაც, რომ როგორც საქართველოში, ისე აფხაზეთში და რუსეთში საკმაოდ არიან ის ადამიანები, რომლებსაც არ აწყობთ შერიგების პროცესის დადებითი დინამიკა. მიზეზი სხვადასხვა, როგორც პირადი, ასევე სხვის დაკლუზე ცეკვის სინდრომი. მათ მინდა ვკითხო, რატომ აწყობთ მათ ჩვენი ხალხებისთვის დამღუპელი სტატუს ქოს შენარჩუნება? აი სწორედაც ამიტომ პროგრესულმა სწორად მოაზროვნე საკუთარ ხალხზე შეყვარებულმა პიროვნებებმა გადავდგეთ ძლიერი ნაბიჯები და კიდევ გადამდგამთ. მithქვამს და ვიმეორებ, შერიგება არ ნიშნავს წყენის ტკივილის დავიწყებას, რომელიც ჩვენ მრავალჯერ მივაყენეთ ერთმანეთს. შერიგება ნიშნავს შენდობას და ყველაფერზე მაღლა დგომას. ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და მომავალი თაობებისთვის მშვიდობიანი, უკეთესი მომავლის საფუძვლების ჩაყრას. ვართ ჩვენ ამისთვის მზად? დიახ ვართ. აბა ერთი მიპასუხეთ. სადმე გინახავთ ან გაგიგონიათ, რომ ერთმანეთზე გადაკიდებული ხალხი საკუთარი ოჯახის წევრებს, ქალიშვილებს, დედებს, დებს აგზავნიდეს მოსისხლე მტერთან სამკურნალოდ. ან გაგიგონიათ სადმე თუნდაც საქართველოში, რუსეთში, ევროპაში, სადაც არ უნდა იყოს, ქართველი და აფხაზი ისევე არ მეგობრობდნენ, როგორც 10 წლების წინათ აფხაზეთში. აბა რა გვიშლის მაშინ ხელს? იქ ერთად ცხოვრებაში ვამთავრებ ისევ იმით და კიდევ ბევრჯერ უნდა
თქვათ შევინარჩუნოთ აფხაზებმა, ქართველებმა და რუსებმა ის სტატუს კვო, რომელსაც უბედურების გარდა არაფერი მოაქვს ჩვენთვის და ვახარეთ მტრები. რატომ უნდა ვაკეთოთ ეს? დიახ, ჩვენ გჯერა, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს. სწორედ ამიტომაც უწვდით სამშვიდობოს ხელს. ყველა მათ, ვისაც სჯება შერიგების, მშვიდობის დამყარების და მინდა ვუთხრა დარწმუნებით, რომ ჩვენ ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, თუ ერთად დავდგებით. დიდება უფალს. მადლობას გიხდით ბატონო თეიმურას და მინდა რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის შემდეგ მოამზადოთ კიდევ სხვა თემები, რომელიც აუცილებელი არის, რაც უნდა გავაცნოთ ჩვენ საზოგადოებას, როგორც აქ საქართველოში, ასევე ჩვენ აფხაზეთში და ასევე რუსეთში, რა თქმა უნდა. ასე რომ ველოდებით თქვენგან შემდეგ თემებს. ასევე გულდასულით მინდა გადაგიხადოთ ბატონო დავით, რომელმაც მოგვაწოდა ძალიან ბრწყინვალე ისტორიული მიმართვა და შემდეგ გადაცემაში აუცილებლად ჩამოვყალიბდებით და საერთო ძალისხმევით მოვნახავთ იმ თემებს, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს აუცილებელ გაჟღერას დღეს ჩვენი და აფხაზების ამ პრობლემის და კონფლიქტის დარეგულირებაში. გმადლობთ. მადლობას გიხდით თქვენ ჩვენო მსმენელებო. და სანამ დავემშვიდობებოდით ერთმანეთს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაგაცნოთ მომავალი გადაცემის ანონსი, რომელშიაც განხილული იქნება შემდეგი თემები. პირველი, აფხაზეთი თანამედროვე გეოპოლიტიკურ ჭრილში. მეორე, საქართველოს მხრიდან დღემდე აფხაზეთში განხორციელებული ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროექტები. და მესამე, აფხაზეთში სამომავლოდ განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები. და კიდევ სხვა თემები გვექნება ამას შემდეგ გადაცემაში ანონს მოგაწვდით. გმადლობთ ყველას და მინდა უსურვო ჩვენ მთელ საქართველოს გაერთიანება, გამთლიანება, არა მარტო ტერიტორიებით, არამედ სულით და გულით. ყველა ცხოვრები საქართველოში, აფხაზეთში და სამაჩაბლოში. ღმერთმა დაგლოცოთ. გმადლობთ. სოხუმო სიზმარში გნახე შენს გარიბჭეზე დავრეკეს არი ნატურის სრემლებმა დამირბოს სახე როს მოგონება გამიხო კარი შემომეგება ბავშვობის წლები ბოტანიკური ზურა მოხდის ბაღი ძველი და თბილი სველი ქუჩები დიოსკურის სიმღერა ლაღი დიოსკურის სიმღერა ლაღი საზეა ეთო შვიდფერა კარი მიტელების ხიდი ერთგული ქართველ აფხაზთა შეიკრა ჯვარი დადგა ხორუმი სანურ მეგრული
დადგა ხორუმი სვანურ მეგრული ეშერის მთაზე ზვარაკი ცხვარი ქართველ აფხაზთა სიყვარულს უხმობს ლოცულობს ქრისტეს მსახურთა ჯარი დაღუპულ სულებს იხსენებს უხმობს თებში გაისმალი ლეოსარი რიწის თბაცრემლად გადამოიღვარა უფალმა ლოცვით გახსნა ცისკარი დამოაშუშა ძველი არა დამოაშუშა ძველი არა თვითონ ნაბიჯი ურთიერთხვედრი მიტევების და ლოცვის სანთელი მოგმადლე ღმერთო ორჩილად გვედრი მოგვეცე თორის ციდი ნათელი